არტემის 2-ის მისიის რიგით მეხუთე დღე. მაგზელებ ყოველდღიური ვლოგების სერიას მთვარეზე დაბრუნების კოსმოსური მისია არტემის 2-ის მიმდინარეობის შესახებ. ამ ეპიზოდშიც, როგორც წინა ვიდეოებში, ვისაუბრებ ფრენის პროცესისა და ასტრონავტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მოდი გავიგოთ უფრო მეტი, როგორ ჩაიარა არტემის 2-ის ფრენის რიგით მეხუთე დღე. 2026 წლის 6 აპრილის მონაცემებით ხომალდი ორიონი პრაქტიკულად მთვარესთანაა. მის ორბიტასთან ახლოს და მთვარის გარშემო მოძრაობს. ისინი იმყოფებიან დედამიწიდან ყველაზე შორს, რაც ოდესმე ადამიანს გაუგია. აპოლო 13-ის რეკორდსაც აჭარბებენ. ამ ანიმაციაზე ნაჩვენებია სრული მარშრუტი მთვარის ორბიტასთან ჩავლისას. მთვარის გარშემოვლის ფარგლებში, როდესაც ისინი თანამგზავრის ბნელ მხარეს მოექცევიან, ხომალდთან კომუნიკაცია 40 წუთის განმავლობაში შეწყდება, რადგან გადამცემი და მიმღები აპარატურა დაკარგავს ხილვადობას. ამ ეპიზოდს Black Out-ს უწოდებენ. NASA-ში ამბობენ, რომ განცდები და ადრენალინი ამ 40 წუთის განმავლობაში ძალიან აიწევს ჰიუსტონისა და ჯონსონის კონტროლ ცენტრებში. თუმცა ტექნიკოსები პროგნოზირებენ, რომ ფრენა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და მთავარია ასტრონავტებმა არ იგრძნონ თავი ემოციურად ნეგატიურად. რაც შეეხება სხვა სიახლეებს და სანამ ამ სიახლეებს გაგაცნობთ, მანამ უკვე ლაივ კადრშიც კარგად ჩანს უკვე მთვარე ხომალდიდან, ეს რა თქმა უნდა შედარებით დაბალი ხარისხის გამოსახულებაა და უკვე ალბათ ხვალინდელ ვიდეოში ჩვენ შევძლებთ ნახოთ ასტრონავტების მიერ გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა და ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის უფრო მაღალ რეზოლუციაში. სამედიცინო პერსონალი და NASA-ს წარმომადგენლები ეკიპაჟს აღწერს, როგორც კარგ განწყობაზე და სტაბილურ მდგომარეობაში მყოფს. ისინი აქტიურად იღებენ ფოტოებს, არა მხოლოდ სელფებს, არამედ დედამიწის და მთვარის. ატარებენ სისტემების ტესტირებას, აკეთებენ სამეცნიერო დაკვირვებებს, მაგალითად რადიაციის გავლენაზე. მცირე პრობლემებიც იყო: ტუალეტის სისტემასთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზი. სავარაუდოდ ყინულის გამო შარდმდენი მილი დაიბლოკა, მაგრამ არსებობს სარეზერვო სისტემები. მისის შესრულებაზე ამას ზეგავლენა არ მოუხდენია. დედამიწიდან ხომალდი ახლა დაახლოებით 400,000 კილომეტრის დაშორებით იმყოფება და სრულიად კაცობრიობა ველით მთვარის უახლეს, მაღალი გარჩევადობის ფოტოებს ადამიანის მიერ გადაღებულს უშუალოდ მთვარის ორბიტიდან. ახლა მოდი NASA-ს წარმომადგენლებს შევაჯამებინოთ გუშინდელი დღე და გავიგოთ, როგორ აფასებენ მისიის მდგომარეობას კოსმოსურ ცენტრში. რამდენად არის სახიფათო ის სუნი, რომელიც ასტრონავტებმა იგრძნეს ტუალეტის სისტემების ბლოკირებისას. ამაზე ძალიან ბევრი ღელავდა, ხომ არ იყო ხანძრის გაჩენის რისკი. ჩვენ ვცდილობთ ეკიპაჟის მიერ აღწერილი სუნის შეგრძნება დავაკავშიროთ კონკრეტულ მოვლენასთან, ან ხომალდის კონფიგურაციის ცვლილებასთან. ამ ზონასთან ახლოს რამდენიმე გამათბობელი გვაქვს განთავსებული, მაგრამ მათი ჩართვა გამორთვა სუნთან კავშირში არ არის. ასევე ტუალეტის გამოყენებასაც არ აქვს ისეთი გავლენა, რომ სუნის კონცენტრაცია გაიზარდოს და გახდეს უფრო მძაფრი ან პირიქით უფრო სუსტი. ამ ეტაპზე ჯერ არ არის დადგენილი კონკრეტულად რა არის ამ სუნის წყარო, თუმცა მისია ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და ტუალეტიც ნორმალურად გამოიყენება. რაც შეეხება ასტრონავტების მიერ გადაღებული მასალის დაგვიანებით გასაჯაროებას, ამაზეც ბევრი კითხვა ისმის, რომ რაიმეს ხომ არ ვმალავთ. რა თქმა უნდა, არა. რეალურად ჩვენ შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი სურათი გადმოვაგზავნინოთ მათ ღამის განმავლობაში და მისიის დარჩენილ ეტაპზეც. როგორც იცით, ეს დამოკიდებულია კავშირის სიჩქარეზე და მონაცემების გადაცემის შესაძლებლობებზე. რა თქმა უნდა, შევეცდებით ფოტოების ნაწილი რაც შეიძლება სწრაფად გავასაჯაროოთ. თუმცა იმ მასალას, რომლის მიღებასაც ფრენის დროს ვერ მოვასწრებთ, ნახავთ მას შემდეგ, რაც ხომალდი უკან დაბრუნდება. სპეციალური გუნდი კამერებსა და მეხსიერების ბარათებს სწრაფად გადაიტანს ჰიუსტონში, სადაც დაიწყება მათი დამუშავება და საბოლოოდ ყველა მასალა ეტაპობრივად გავრცელდება საზოგადოებისათვის. ახლა კი ასტრონავტები თავად გვაჩვენებენ და მოგვიყვებიან თუ რა შედის მათ ყოველდღიური კვების რაციონში. ძალიან საინტერესოა ეს ჩემთვისაც. საერთოდ სულ მიყვარდა ჯარისკაცების პორტატული საველე კვების რაციონის დაგემოვნება და ასევე ნატროდ მაქვს ქცეული გავსინჯო ისა კვები, რასაც ასტრონავტები მიირთმევენ. თუმცა ალბათ ეს ოცნებად დარჩება. ვიცი რომ ძალიან გაინტერესებთ თუ რას ვჭამთ კოსმოსში და ახლა კრისტინა დაგვეხმარება, რომ გაჩვენოთ ეს საკვები. სხვადასხვა კრისტინას მრავალ კოსმოსურ მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ხშირად იკვებება ამ საკვებით. ეს არის ჯერემის ძადილი, რომელიც მოთავსებულია ამ პლასტმასის შეფუთვაში. ზოგიერთი კი მეტალის თხელშეფუთვაშია. ჩვენ ძირითადად გამომშრალი საკვები გვაქვს აქ. ეს არის დაბლენდერებული ბოსტნეულის კოქტეილი. ეს კი ხორცის შემცველი საკვებია, რომელსაც წყალში გავხსნით. სხვადასხვა გემრიელია. აქ ძირითადად მწვანე ლობიოა.
უმეტესად ბოსტნეულს მივირთმევთ კოსმოსში, რადგან გადასამუშავებლად მარტივია და სხეულის დიდი ენერგია არ იხარჯება. ეს რა შეეხებოდა სიახლეებს მისიის მიმდინარეობაზე. ახლა კი შევეხები საკითხს, რომელიც ვერ ვიტყოდი, რომ კაცობრიობის არსებობისათვის ეგზისტენციალურია. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ ბრუნდებით მთვარეზე? აქვე მინდა შევეხო ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს და იმ ყოვლად დაუსაბუთებელ სკეპტიციზმს, რომელიც მთვარეზე ადამიანის ყოფნას ეჭვქვეშ აყენებს და კონსპირაციაში გადაიზრდება, ანუ შეთქმულების თეორიაში. პირველ რიგში, მარტივ რჩევას მოგცემთ მათ, ვისაც ასეთი ეჭვები გაწუხებთ. ან კონსპირაციებს ხართ აყოლილი და ყველაფერი მეცნიერული თქვენთვის ტყუილთან და გაუგებარ ტრიუკთან ასოცირდება. დაახლოებით $1500 ფარგლებში შეიძენთ კარგ სამოყვარულო ტელესკოპს, რომლითაც საკუთარი თვალით შეგეძლიათ დაინახოთ მთვარე და მის ზედაპირზე აპოლოს მისიების მიერ დატოვებული არაერთი ნარჩენი. მათ შორის როვერები, ასაფრენი პლატფორმები, ამერიკის დროშაც კი და ასე შემდეგ. თუ ესეც ვერ დაგარწმუნებთ, გაიცანით საბჭოთა კავშირის შეფასებას. ამერიკელები მართლა რომ ბლეფობდნენ, თქვენი აზრით რას გააკეთებდა საბჭოთა კავშირი, რომელმაც აღიარა რომ სიგნალებს მთვარედან ნამდვილად იღებდნენ და საბჭოთა ტელევიზიამ გაუშვა კიდეც ლაივში მაშინდელი ტრანსლაცია. მიულოც ეს შეერთებულ შტატებს, რითაც კოსმოსურ რბოლაში მარცხიც აღიარეს. კიდევ რამდენიმე ფაქტორი. აპოლო მისიის ასტრონავტებმა დედამიწაზე ჩამოიტანეს 382 კილოგრამი მთვარის ქანები, რომლების დეტალურადაა შესწავლილი და განსხვავდება დედამიწის ქანებისგან. ფოტოები და ვიდეოები. არსებობს ათასობით სურათი და ვიდეო, გადაღებული სხვადასხვა მისიის დროს. ლაზერული რეფლექტორები. აპოლო მისიის დროს დატოვებული სარკეები დღემდე გამოიყენება დედამიწიდან ლაზერის გასაშვებად და მანძილის ზუსტად გასაზომად მთვარესა და დედამიწას შორის. დამოუკიდებელი დაკვირვებები. სხვა ქვეყნების ზონდებმა, მაგალითად NASA-ს, ESA-ს, ინდოეთის, ჩინეთის, გადაიღეს აპოლოს დასაჯდომი ადგილები და დატოვებული კვალი, ასევე მოყვარულმა ასტრონომებმა. ტექნიკური და ისტორიული დოკუმენტაცია. დეტალურადაა დაფიქსირებული ყველა ეტაპი: რაკეტის გაშვება, ფრენა, კავშირი, დაბრუნება, ათასობით მოწმე. პროექტში მონაწილეობდა 100,000 ადამიანი, ინჟინრები, მეცნიერები, რაც ასეთი მასშტაბის ფალსიფიკაციას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. ეს ყველაფერი ერთად ქმნის ძალიან მყარ და გადამოწმებად მტკიცებულებათა ბაზას. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ ვჯდებით ახლა პირდაპირ მთვარეზე და რატომ შემოუვლის მხოლოდ ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრს ორიონი. თავარი მიზეზი ის არ არის, რომ ვერ ვახერხებთ, არამედ ის, რომ ეს ძალიან რთული, ძვირი და პრიორიტეტებზე დამოკიდებული ამოცანაა. რამდენიმე ძირითადი ფაქტორი. ტექნოლოგიური შესვენება. აპოლოს შემდეგ, ანუ 1972 წლიდან ადამიანიანი პროგრამა მთვარეზე შეწყდა. ბევრი ტექნოლოგია და გამოცდილება დაიკარგა ან მოძველდა. ამიტომ ფაქტობრივად თავიდან გვიწევს სისტემების შექმნა. ფინანსები და პრიორიტეტები. აპოლოს დროს NASA-ს ბიუჯეტი გაცილებით დიდი იყო ცივი ომის კონკურენციის გამო საბჭოთა კავშირთან. შემდეგ ყურადღება გადავიდა ISS-ზე, ანუ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მშენებლობაზე, რომელიც აგარ უკვე მესამე ათეული წელია ფუნქციონირებს წარმატებით დედამიწის ორბიტაზე, რობოტულ მისიებსა და სხვა მიმართულებებზე, ასევე მარსზე. ახალი სტანდარტები უსაფრთხოებაში. დღეს მოთხოვნები ბევრად მკაცრია. საჭიროა უფრო საიმედო სისტემები, რაც ზრდის დროს და ხარჯს. და ბოლოს, თუ დაჯერება არ გინდა, ვერანაირი არგუმენტი ვერ დაგაჯერებს. მთვარეზე ადამიანის ბოლო წასვლიდან მისია აპოლო 17-ის ფარგლებში 1972 წელს ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა. კითხვა: რატომ ბრუნდებით ახლა? დღეს უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე. თუ გასულ საუკუნეში მთვარე პოლიტიკური ამბიციების და ცივი ომის სიმბოლო იყო, დღეს ის კაცობრიობის გადარჩენის, მეცნიერული პროგრესისა და ახალი ეკონომიკური ეპოქის კარიბჭეა. მთვარე როგორც მარსის რეპეტიცია. მთავარი სტრატეგიული მიზანი არა მთვარეზე გაჩერება, არამედ მარსისკენ გზის გაკვალვაა. მარსამდე ფრენას თვეები სჭირდება, მთვარემდე კი სულ რაღაც 3 დღე. ტექნოლოგიური ტესტირება. შეუძლებელია მარსზე გაგზავნო ადამიანები ისე, რომ არ გქონდეს გამოცდილი სასიცოცხლო სისტემები ექსტრემალურ პირობებში. მთვარე საუკეთესო პოლიგონია ახალი ტიპის საცხოვრებელი მოდულების, რადიაციული ფარებისა და ავტონომიური რობოტების გამოსაცდელად. შეცდომის ფასი. თუ მარსზე რაიმე გაფუჭდება, დახმარება თვეების მანძილზე ვერ მივა. მთვარეზე კი პრობლემის შემთხვევაში ასტრონავტების ევაკუაცია რამდენიმე დღეშია შესაძლებელი. ყინულის ეკონომიკა და რესურსები.
აპოლოს მისიების დროს მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მთვარე აბსოლუტურად მშრალი და მკვდარი ადგილი იყო. თანამედროვე კვლევებმა კი აჩვენა, რომ მთვარის სამხრეთ პოლუსზე მუდმივად დაჩრდილულ კრატერებში მილიარდობით ტონა წყლის ყინულია. საწვავი კოსმოსში. წყალი შედგება წყალბადისა და ჟანგბადისგან. მათი დაშლით მივიღებთ რაკეტულ საწვავსა და სუნთქვისათვის საჭირო ჰაერს. კოსმოსური გასამართი სადგური. დედამიწიდან საწვავის ატანა უზარმაზარ ენერგიას და ხარჯებს მოითხოვს. თუ საწვავს პირდაპირ მთვარეზე ვაწარმოებთ, ის გადაიქცება ბენზინ გასამართ სადგურად, შორეული კოსმოსური მისიებისათვის, რაც ფრენებს რადიკალურად გააიაფებს. ჰელიუმ-3 და ენერგეტიკული მომავალი. მთვარის რეგოლითი ზედაპირული ფენა მდიდარია ჰელიუმ-3-ით, რომელიც მზის ქარების მიერ არის მოტანილი მილიონობით წლის განმავლობაში. დედამიწაზე ეს იზოტოპი თითქმის არ მოიპოვება. ჰელიუმ-3 ითვლება იდეალურ საწვავად მომავლის თერმობირთვული რეაქტორებისთვის. ის უზრუნველყოფს უზარმაზარი რაოდენობის სუფთა ენერგიას რადიოაქტიური ნარჩენების გარეშე. თეორიულად მთვარის რესურსს შეუძლია დედამიწის ენერგეტიკული მოთხოვნილებები 1000 წლეულების მანძილზე დააკმაყოფილოს. ფანჯარა სამყაროს ისტორიაში. მთვარე დედამიწის გეოლოგიური არქივია. დედამიწაზე ეროზიამ, ატმოსფერომ და ტექტონიკურმა ფილებმა გააქრეს ინფორმაცია ჩვენი პლანეტის ადრეული ისტორიის შესახებ. მთვარეზე კი ზედაპირი ხელუხლებელია მილიარდობით წლის განმავლობაში. მთვარის ქანების შესწავლით ჩვენ გავიგებთ, როგორ ჩამოყალიბდა დედამიწა მთვარის სისტემა, რა ხდებოდა მზის სისტემაში მისი დაბადებისას და როგორ გაჩნდა სიცოცხლისათვის საჭირო ელემენტები ჩვენს რეგიონში. ახალი გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, სადაც კოსმოსური დომინირება პირდაპირ კავშირშია ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ გავლენასთან. ამერიკის შეერთებული შტატები versus ჩინეთი. ჩინეთი აქტიურად ავითარებს თავის მთვარის პროგრამას. მთვარეზე პირველი მუდმივი ბაზის აშენება ნიშნავს იმ სტანდარტებისა და კანონების დადგენას, რომლითაც კაცობრიობა მომავალში კოსმოსურ რესურსებს გამოიყენებს. კერძო სექტორის მონაწილეობა და ახალი კოსმოლოგიური გიგანტი კომპანიების აღმოცენება, SpaceX-ი, Blue Origin-ი და სხვა კომპანიები ამ პროცესში სახელმწიფოებზე მეტადაც კი არიან ჩართულნი, რაც კოსმოსურ ინდუსტრიას მომგებიან ბიზნესად აქცევს. აქედან ერთი მთავარი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. ჩვენ ვბრუნდებით მთვარეზე არა იმიტომ, რომ იქ უკვე ვიყავით, არამედ იმიტომ, რომ იქ ჯერ არ გვიცხოვრია. არტემისის მისია არის ხიდი ორ სამყაროს შორის. თუ აპოლომ დაგვანახა, რომ მთვარეზე მიღწევა შესაძლებელია, არტემისი დაამტკიცებს, რომ კოსმოსი შეიძლება გახდეს ჩვენი მეორე სახლი. სამუშაო ადგილი და მომავალი განვითარების ერთადერთი გზა. ასევე დედამიწის ალტერნატივა, კაცობრიობის ერთგვარი დაზღვევა. გამომყევი მთვარის მისიის თვალყურისდევნებაში. მოიწონე ეს ვიდეო და გამოიწერე კოდის YouTube არხი. ასევე გააქტიურე ზარისხილაკი იმისთვის, რომ არ გამოგრჩეს ახალი ეპიზოდები. ახლა კი დროებით.